გურჯაანის კულტურის ცენტრმა ანსამბლ ქართული ხმების სოლო კონცერტს უმასპინძლა. პროდიუსერისა და მუსიკოსის ნეკასების კვერაძის განმარტებით საკონცერტო პროგრამის კონცეფცია რეჟისორ გვანცა მეფარიშვილს ეკუთვნის და ამავე ანსამბლის იმ თაობების მომღერალთა უგდავყოფას ეძღვნება, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ქართული ხმების ეს საკონცერტო პროგრამა ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან საამაყოა, ვდგავართ ჩემი მეგობრების გვერდით და გვიხარია, რომ ასეთ ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ მსმენელს და ბედნიერები ვართ, რომ დღეს გურჯაანს ვესტუმრეთ. ვფიქრობ, მაყურებლის ემოციაც ადეკვატური იყო და ძალიან თბილი და ძალიან დიდი სიყვარულით სავსე მიღება მოუწყეს ბიჭებს. ეს კი გახლავთ კონცერტი, რომელშიც ჟღერს სხვადასხვა თაობის ავტორების არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელშიც ვიხსენებთ საოცარ კომპოზიტორებს და საოცარ მომღერლებს, რომლებმაც წლების განმავლობაში არა მარტო ქართული ხმების ისტორიაში, არამედ ჩვენი ქვეყნის მუსიკის ისტორიაში ასეთი ოქროს ასოებით ჩაეწერნენ და ძალიან ძვირფასები არიან თითოეული მათგანი. ეს იდეა ეკუთვნის რეჟისორ გვანცა მეფარიშვილს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გახლავართ. ესეთი დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გურჯაანში დაგვხვდებოდა შესანიშნავი მსმენელი, ქართული სიმღერის, ქართული მუსიკის მოთრფიალე ხალხი. ეს უდაოდ დღეს დასტური იყო დარბაზი და ჩვენ რამხელა სიყვარულს ვიღებდით თქვენგან დარბაზიდან და ჩვენ კიდე ჩამოვიტანეთ ის რეპერტუარი და ის კონცერტი და კონცეფცია ამ კონცერტის თქვენ თვითონაც ნახეთ. ეძღვნებოდა დიდ ბიჭებს და საკმაოდ სპეციფიური კონცერტია, ნოსტალგიური, რაღაცა ცრემლიც იყო, იუმორიც იყო და რაღაც გაჯერებული იყო სიმღერასთან ერთად ბევრი ემოციით და ჩვენ ეს ემოცია თუ გადავეცით ხალხს, ძალიან ბედნიერები ვართ ამით და ქართული ხმები რომ ლეგენდაა და ლეგენდა დარჩება, ამაშიც ეჭვი არ გვეპარება არავის. მე ვულოცავ ჩემ ბიჭებს და ვულოცავ გურჯაანსაც ასეთ მშვენიერ კონცერტს. როგორც კონცერტზე აღნიშნე, ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, ეძღვნება დიდ ბიჭებს, იმ ბიჭებს, რომლებმაც ჩვენ გავგზარდეს. როგორც მუსიკალურად, ასევე ეს ადამიანურად შეიძლება ითქვას, დიდი ღვაწლი მიუძღვით მათ და ეს პროექტი უკვე საქართველოს მრავალ კუთხეში გაჟღერდა და გავაჟღერეთ და ჩვენთვის რაც განსაკუთრებული დატვირთვა იყო გურჯაანელებისთვის და შუაგულ კახეთში რო ჩამოსულიყავით და ჩვენი სათქმელი გვეთქვა, ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, როგორც წინა თაობიდან წამოსული მადლიანი ქართული სიმღერის, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ეს არ უნდა დაიკარგოს. არც გურჯაანში, არც თელავში, არც ზუგდიდში, არც ბათუმში და სრულიად საქართველოში რა ჩვენ მომავალ თაობას ვეთყვი, ვთხოვ რა, რომ რავი პირველ რიგში ადიდონ ღმერთი და მე მათ ოჯახებში უნდა ჟღერდეს ქართული სიმღერა აუცილებლად რა. აი მაგისთვის ვიყავით ჩამოსულები, შეიძლება ითქვას.